ტრანსპორტის ვაუჩერები თბილისელებს ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც 17 ოქტომბრამდე მეტროში, ავტობუსში ან სამარშრუტო ტაქსში ერთხელ მაინც სატრანსპორტო ბარათი გამოუყენებია, მერიისაგან 5 ლარიან ვაუჩერს მიიღებს. დედაქალაქის მერიის ახალი ინიციატივა გიგი უგულავამ მოსახლეობას დღეს პირადად გააცნო. ახალი პროექტის პრეზენტაცია თბილისის რამდენიმე მეტრო სადგურში საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმაც გამართეს. დღეიდან 1 იანვრამდე მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ მეტრო სადგურის სალაროში კუთვნილი 5 ლარი ბარათზე გააქტიურონ. ხუთლარიანი ვაუჩერის მიღების შესახებ ინფორმაცია მეტროში მისულმა მოქალაქეებმა სალაროში გაიგეს. მოლარეები დღეს თბილისელებს ვაუჩერის მიღების და მისი გამოყენების წესებს აცნობდნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ტრანსპორტის გაძვირების შემდეგ მათთვის ეს შეღავათია. მოვედი მეტროთი და მესარგებლა და ამ ხელარი გირო დავინახე, ვიკითხე რაშია საქმე და გავიგე რომ თურმე 5 ლარიანი უფასო ჩარიცხვა არის. 5 ლარი ჩაგვერიცხა სულ შემთხვევით, გავიგე რომ იყო აქცია და ძალიან კარგია და შეღავათია რა თქმა უნდა. სატრანსპორტო ბარათზე, რომელსაც მოქალაქე მეტროში, ავტობუსში და ახალ სამარშრუტო ტაქსში მგზავრობის დროს იყენებდა 5 ლარიანი ვაუჩერი ჩაერიცხება. თანხა დაუფიქსირდება ყველა იმ თბილისელს, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროს სატრანსპორტო ბარათით 17 ოქტომბრამდე ერთხელ მაინც უმგზავრია. დაწყებული დღეიდან ყველა ბარათი, რომელსაც ერთხელ მაინც უსარგებლია მგზავრს, შეუძლია ნებისმიერ მეტრო სადგურში მივიდეს 2012 წლის 1 იანვრამდე და მის სატრანსპორტო ბარათზე გააქტიურდება 5 ლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერი. თბილისის მერიის ახალი პროექტი დღეს თბილისელებს საკრებულოს წევრებმაც გააცნეს. სატრანსპორტო ბარათი დედაქალაქში ამჟამად მილიონი ადამიანი სარგებლობს. თითოეულ მათგანს ვაუჩერის აღება 1 იანვრამდე შეეძლება. 5 ლარის პრინციპი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, იმდენად რამდენადაც ადამიანებს უფრო მარტივად შეეძლებათ ამ ყველაფრის ფონზე, როცა ამდენი ინფრასტრუქტურული ცვლილებები ხდება, რომ მოწესრიგდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებული ბაზები, თითქოს გატარების თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი. პერმანენტულად თბილისის მერიას აქვს მსგავსი ტიპის აქციები და ვფიქრობ, ჩვენ შემდგომშიც გვექნება გარკვეული სიახლეები, რომელიც ორიენტირებული იქნება საზოგადოების კეთილდღეობაზე. ვფიქრობ, რომ გარკვეული შეღავათი იქნება, ეს ყველა კატეგორიის ადამიანს ეხება, ყველა მოქალაქეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისაც გააჩნია ეს ბარათი. თბილისის მერიის ახალი ინიციატივა მოსახლეობას გიგი უგულავამ დღეს პირადად გააცნო. დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ 5 ლარიანი ვაუჩერის სარგებლობის დროს თბილისელებს საშუალება მიეცემათ მგზავრობის დროს შეღავათებით ისარგებლონ. გიგი უგულავამ ისიც აღნიშნა, რომ ვაუჩერთან ერთად ყველა სოციალურად დაუცველი ადამიანი იმ შეღავათებითაც ისარგებლებს, რომელსაც მერია მათთვის ამ დრომდე ახორციელებდა. ბევრი პრობლემა აქვს თბილისელებს და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ტრანსპორტის კუთხით, მაინც საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით შევეხიდოთ. ეს საჩუქარი, ეს ვაუჩერი შეიძლება ბევრი არ არის, მაგრამ მგზავრობისთვის 5 ლარის საშუალოდ დაახლოებით 9 თვე 20 დღის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით ბუნებრივი ადამიანები სხვადასხვა ინტენსივობით მგზავრობენ, შეეხიდებათ სატრანსპორტო ხარჯებში. 75 დღის განმავლობაში სატრანსპორტო ბარათის ფლობელს საშუალება აქვს 5 ლარიანი ვაუჩერი თბილისის ნებისმიერ მეტრო სადგურში მიიღოს.